პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ თურქეთის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოფიციალურ კანდიდატად დაასახელა. გადაწყვეტილება 23 მარტს სიმბოლურ კენჭისყრას მოჰყვა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარის თანახმად 15 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამავე დღეს შეუფარდეს მას პატიმრობა კორუფციის ბრალდების საფუძველზეც და ოფიციალურად გაათავისუფლეს თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მერის თანამდებობიდან. ოპოზიციამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულ გადატრიალების მცდელობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ გზით რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მთავარი ყველაზე რეიტინგული მეტოქის ჩამოშორებას ცდილობს. გამოძიების ფარგლებში, რომელმაც კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას დაუდო საფუძველი, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ იმამოღლუ კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და მართვაში, ქრთამის აღებაში გამოძალვაში პირადი მონაცემების უკანონო შენახვასა და ტენდერის გაყალბებაში დასდო ბრალი. ექრემ იმამოღლუ მხარდამჭერებს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მიმართა. ჩემო დიადო ერო, არი დაგდოთ, არასდროს დაკარგოთ იმედი. ერთად ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ შავ ლაქას, ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე. ახლოვდება ის დღეები, როდესაც იმ ბნელი შეთქმულების ავტორები პასუხს აგებენ, ამ სამყაროშიც და ღმერთის წინაშეც. მოვუწოდებთ ჩემს 86 მილიონ თანამოქალაქეს, მიდით საარჩევნო ყუთებთან და აჩვენეთ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის. ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი მეხუთე დღესაც კვლავ გარეთ გამოვიდა. საზოგადოებრივ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა არ წყდება. პოლიციამ სტამბოლში, ანკარასა და იზმირში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეით, რელსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროტესტო აქციები ქუჩის ტერორად დაახასიათა და განაცხადა, რომ ხელისუფლება რესპუბლიკურ სახალხო პარტიას და მის მხარდამჭერებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის უფლებას არ მისცემს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობების თანახმად, აქციების დაწყების დღიდან 19 მარტიდან მოყოლებული ამ დრომდე სულ მცირე 1100 პირი დააკავეს.